ისევე როგორც ყოველ პარასკევს გვიერთდება ჩვენი ლიანა მარქარიანი. საინტერესო თემით დღეს მშვიდობისა ლიანა. აბა რა მოგვიმზადე დღეს? რა ხდება? ესეთი კლასიკური სამყაროდან ცოტა აღმოსავლურ თემებზე უნდა გადავინაცვლო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანზე, ძალიან საინტერესოზე, მთლად მხოლოდ აღმოსავლურზე არა. მინდა ეს კარგი შესაძლებლობა გამოვიყენო და ჩვენი ქვეყნის მუსლიმ მოსახლეობას მივულოცო ურბან ბაირამის დღესასწაული. ეს არის მუსლიმურ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაული და ჩვენ ამ დღეს ესე ვერ გამოვტოვებდით როგორც მრავალფეროვნების და სახეების რუბრიკა. ძალიან საინტერესო დღე არის ეს. დაახლოების დღესასწაული. დაახლოების დღესასწაულია. ურბანი არაბულიდან ითარგმნება როგორც დაახლოება და რა თქმა უნდა უფალთან, ღმერთთან, ალაჰთან დაახლოებას გულისხმობს, მაგრამ თურქულიდან თუ გადავხედავთ ამ ყველაფერს და მოცემულობას, ეს არის მსხვერპლშეწირვა, შესაწირი, როგორც ჩვენს ასევე ვიცით და დაკავშირებულია აბრაამ წინასწარმეტყველთან, იგივე იბრაჰიმთან, რომელსაც ეწვია, ასე ვთქვათ, ღმერთი, უფალი და უთხრა, რომ რელიგიის გასამტკიცებლად და მისი ერთგულების დადასტურებისთვის თავისივე შვილი უნდა შეეწირა რელიგიისთვის. როდესაც აბრაამი ამ გზას დაადგება, რომ შვილი უნდა შესწიროს, უფალი შვილს ცხოველით შეუცვლის, ასე გადაარჩენს რა შვილს და ასევე, ასე ვთქვათ, განამტკიცებენ რელიგიას. და ზუსტად ამიტომ შეიქმნება ეს დღე, როგორც რელიგიის გამტკიცების დაახლოების უფალთან დღესასწაული. ხშირად ცნობილია როგორც მხოლოდ შესაწირის დღე, მაგრამ დღეს თანამედროვე სამყაროში მეტად დიდი აქცენტი ექცევა სოციალურ დატვირთვას, სიდუხჭირეში მყოფი ადამიანების დახმარებას და ზუსტად ეს იგულისხმება უკვე შესაწირად, ასე რომ ვთქვათ. მეორე მნიშვნელოვანი ნაწილიც აქვს ურბან ბაირამს. ალბათ იცით, მექაში მიმდინარე ეს ლოცვის არაჩვეულებრივი და ძალიან ლამაზი ტრადიცია. კადრებსაც ხედავს უკვე ჩვენი მაყურებელი, როდესაც მუსლიმი პილიგრიმები მიდიან მექაში, აი ამ არაჩვეულებრივ მეჩეთში და რიტუალს გადიან, ასე ვთქვათ. საერთოდ მიიჩნევა, რომ მუსლიმი რელიგიის წარმომადგენლები ერთხელ მაინც ცხოვრებაში ეს რიტუალი აუცილებლად უნდა შეასრულონ. თუ რა თქმა უნდა, ჯანმრთელობა და შესაძლებლობა აქვთ ამ ყველაფრისა. რამდენიმე რიტუალისგან შედგება. პირველი არის ქააბასთან 7-ჯერ შემოვლა, წრის დარტყმა და ეს ქააბა მიიჩნევა, რომ არის პირველი ისლამური ტაძარი, ასე რომ ვთქვათ და თვითონ აბრაამმა ააგო, ასე მიიჩნევენ, ამიტომ არის ასეთი მნიშვნელოვანი. მეორე რიტუალი არის ასეთი არაფატის მთაზე ლოცვა და გათენება ამ ლოცვით და მესამე არის არარსებული ესეთი ჰიპოთეტური ეშმაკის ჩაქოლვის რიტუალი, რომელიც საერთო ჯამში ახლა სიმართლეს თუ ვიტყვით, ძალიან ეფექტური და ლამაზია. წელს საერთოდ თქვენს რომ 15 მილიონამდე, ძალიან ბევრი მოკლედ მუსლიმანი მოიყარათ. უпростоრად 2 მილიონამდე, ასე უფრო სწორია, ადამიანი უკვე ადამიანმა მოიყარა იქ თავი და მოკლედ რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება ეს დღესასწაული. ჩვენს საქართველოშიც განსაკუთრებით ქართველი მუსლიმები, აზერბაიჯანელი მუსლიმები, ქისტები, ყველა ვინც ჩვენი ქვეყნის მუსლიმანს წარმოადგენს, ქართველები მათ შორის, აღნიშნავდნენ, რა თქმა უნდა, დილის ნამაზი იყო 27-ში, რამდენიმე დღის წინ, მაგრამ ამ ყველაფერს თავისი მეორე მხარეც აქვს. ეს არის ხულოს ტრადიციული ხის მეჩეთების კულტურა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გადავიღეთ ეს სიუჟეტი ხულოში, ვეწვიეთ არაჩვეულებრივად ჩუქურთმებად და მაქმანებად ქცეულ აი ამ მეჩეთებს, რომლებიც მეცნიერები ამბობენ ზუსტად ასე, რომ ეს არის ქართული ხუროთმოძღვრების საუკეთესო, ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშები. ხშირად ესეთი კითხვა ჩნდება, როგორ შეიძლება პირობითად მეჩეთი იყოს ქართული კულტურის, ქართული ხუროთმოძღვრების მაგალითი და ნიმუში, მაგრამ წყაროები, ნაშრომები, წიგნები და ჩვენი რესპონდენტი ქალბატონი ნათია კულტურის ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი გვეუბნება, რომ აი ამ მეჩეთებში აბსოლუტურად უნიკალური ქართული ორნამენტები არის დაცული. როგორი საინტერესო ფენომენია. მაგალითად, გულების მეჩეთში, როდესაც შედიხართ, კარებზე არის ვაზი გამოსახული, ხის ასეთი ამოქარგულია. ასეთი ფენომენი მსოფლიოს არც ერთ მეჩეთში არ არსებობს. ასევე შიგნით არის მზებორჯღალები, სხვადასხვა ქართული იდენტობისთვის დამახასიათებელი მოტივები, რომლებიც შეუძლებელია, რომ მაგალითად სხვა თუნდაც აღმოსავლურ ქვეყნებში იპოვოთ. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზვის ქართველი ოსტატები, რომლებიც აი ამ ხის მეჩეთებზე მუშაობდნენ, თავიანთი ეთნოკულტურის მეხსიერებიდან გამომდინარე, აი ამ
ულამაზეს მეჩეთებს ქმნიდნენ აი ზუსტად აი ამ ხის მოტივებს. სამწუხარო ამბავი არის ის, რომ ეს უბრალოდ კარგი ამბავია ის, რომ ამ მეჩეთების დიდი ნაწილი არის კულტურის მემკვიდრეობათა ძეგლის ნუსხაში და სიაში, მაგრამ სამწუხარო არის ის, რომ ბუნებრივი პირობების გამო ხეა და ძალიან ხშირად ზიანდება. მაგალითად 2025 წელს ულამაზესი ცხონრისის მეჩეთი სრულიად დაიწვა. მანამდე 2024-შიც ერთი დაიწვა, ხე არის. ამასობაში ხშირად მოსახლეობა ტექნიკურად და მექანიკურად ზოგი ჩუქურთმა გადაღებილი არაბუნებრივი საღებავებით, ამ საღებავის შრეების იქით არ ჩანს ხოლმე. ზოგი უბრალოდ ბუნებრივი პირობების გამო, ზოგი შეიძლება ისევ და ისევ მოსახლეობის გამო, ან ნებისმიერი სხვა მიზეზის გამო, ეხლა ზუსტად მიზეზებს ვერ ვიტყვით, ხშირად რკინის ჯებირებით შემოფარგლავენ ასე ხოლმე, რომ დაიცვან, მაგრამ ეს რკინა მერე უარეს შედეგს გვაძლევს. ასევე არის შემთხვევები, როდესაც ხის ფანჯრებს მეტალოპლასმასით ცვლიან, მაგრამ ამასაც იმისთვის აკეთებენ, რომ ეს კულტურა რამენაირად შემოინახონ და შეინარჩუნონ. კარგი ამბავი არის ერთი ის, როდესაც ჩვენ გადაღებები გვქონდა და ცოტა ცუდი ამინდები დაგვემთხვა და ყველა მეჩეთი ვერ მოვიარეთ, ბუნებრივია, მაგრამ ამ ციკლს აუცილებლად გავაგრძელებთ. ერთ-ერთ მეჩეთში დახვდნენ ხის ოსტატები, რომლებიც გურიიდან მოიყვანეს, მამაშვილი იყო, ძალიან საინტერესო იყო ეს ყველაფერი და ცდილობდნენ, რომ ზუსტად ისე აღედგინათ ეს ჩუქურთმები, როგორც რაც შემორჩა ყოველ შემთხვევაში და ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი არის ეს იმედი. რაიმე ესკიზით მუშაობდნენ? იცით როგორ არის, რამდენიმე ჩუქურთმა შემორჩენილია და აი ამ არსებულის, ასე ვთქვათ, მეხსიერებით უკვე სხვა კვლევების ჩატარებით, სხვა მეჩეთების მაგალითებზე ხდება ამის რესტავრაცია. იმედია, რომ ზუსტად ასე სწორად გრძელდება რესტავრაცია. რაღაცა შეიძლება ბევრი ფენის იქით, საღებავის ფენების იქით, კიდევ უფრო ბევრი საინტერესო ორნამენტი და ჩუქურთმა გამოვიდეს, ასე ვთქვათ, ნაპირზე. მე კი აუცილებლად მინდა ვთქვა კიდევ ერთხელ, რომ ამ ციკლს გავაგრძელებთ, იმიტომ რომ ეს არის ფაქტობრივად ნახატად, რა ვიცი, ჩუქურთმად და მაქმანებად ქცეული ისტორია, რომელიც გვამდიდრებს. ნამდვილად, იმიტომ რომ თუ საერთაშორისო მასშტაბით გადავხედავთ და რაღაც ლიტერატურას მათ შორის დავინახავთ, რომ ესეთი ანალოგია საერთოდ საქართველოში ხომ არ არსებობს და ამ ტიპის მეჩეთებისაც არ არსებობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უფრო მდიდარი შეგვიძლია გავხდეთ და საკუთარი კულტურა უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ ზუსტად აი ამ მეჩეთებით და ისიც მნიშვნელოვანია ვიკვლიოთ და ვნახოთ მომავალში როგორი შედეგები შეიძლება აი ამ ყველაფერს რა თქმა უნდა ჰქონდეს. მე კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ქალბატონ ნათიას, ასევე დასავლეთის მუფტს ბატონ ადამს, რომელიც მუდმივად მხარში გვითქას, რომ ეს მეჩეთები ვიპოვოთ, აღმოვაჩინოთ, იმიტომ რომ ლანდშაფტში ცოტა ძალიან შორს არის ხოლმე დამალული, მიმალული. ქალბატონმა ნათიამ კი მართლა სამეცნიერო ნაშრომი დაიცვა, მე მგონი ამ სიუჟეტში და მე მგონი თავად უკეთ მოგიყვებათ ხულოს ხის მეჩეთების ისტორიას, მე კი შემდეგ პარასკევამდე გემშვიდობებით.